მოკლედ ინტერნეტში ერთ კარგ წავაწყდი ცხრილს იმის კონუსების კლასის და განშლადობის მონაცემები. ნახე, აი ესეთი ცხრილია, კონუსის კლასები არის ჩამოწერილი, ეს კარგი იქნება რომ ამობეჭდო ფაილში ჩადო და სადმე იქ შემოსასვლელს სადაც ვზივართ ხოლმე, იქ რომ გამოაკრა, რომ საინფორმაციო სავით იყოს. ეხლა ის ცხრილი თვითონ გაკეთებულია გვინდა მათ და მე ცოტა ხანში ვეცდები, რომ Excel-ში ავკრიფო და თან ქართულად გადავაქართულებ რა, ქართული ინგლისური იქნება, უფრო ლამაზიც იქნება დროებით ეს გამოვიყენოთ და აი რაღაც ანუ კლასებია ჩამოწერილი S1, S2, S3, S4, S5 ანუ რა კონუსის რა კლასებიც აქვს და სლამპის ისინი რა ანუ რამდენი სანტიმეტრი უნდა იყოს S1 არის 1-დან 4-მდე S2 5-დან 9-მდე S3 10-დან 15-მდე S4 16-დან 21-მდე ნუ S5 და უკვე ზევით არის 220 მილიმეტრი ანუ 8 მილიმეტრში წერი ეს არის უკვე flows კლასი, ესაა განშლადობა, როგორც APM-ის ტერმინალზე ვაკეთებდით. ხო გახსოვს იმას, რა ქვია, განშლადობის ტესტს რო ვაკეთებდით, ბეტონი რო იშლებოდა, აი ეგეთი არის. ამათაც თავიანთი დასახელებები აქვს F1, F2, F3, F4, F5, F6 და ეს უკვე მილიმეტრებში, აი ხო გახსოვს ხიმინჯებზე იყო, მე მგონი თუ არ ვცდები 50 სანტიმეტრზე მეტი უნდა გაშლილიყო. აქაც ანალოგიურადაა რა. მე მახსოვს რომ იქ იყო F6 იყო და ზევით თუ F5 რაღაც ესე იყო და კაკრას აგერა აი 560 მმ 56 სანტიმეტრი ამაზე მეტი უნდა გაშლილიყო. რო დაგჭირდეს სიტყვაზე რა ბეტონის მოთხოვნა რო იქნება და რა აქვს, ნუ ეხლა ეს მე კი ვიცი რომ შენც იცი და მეც ვიცი რა რომელი მან პროსტა კაი ცხრილია და საერთოდ ესეთ რაღაცები იქ რო გამოვაკეთეთ ლაბორატორიაში, კაი იქნება რა თვითონ ისინი რო ვიყიდოთ ფერადი რაღაცები როგორც პრაიმში გვაყიდეს მაშინ. ხო და აქ არის სხვაობები არის რა, ანუ მაგალითად დასაშვები რამდენი არის რა. და რამდენი შეიძლება იყოს განსხვავება. ნუ ეს არ ვიცი ახლა რა ჩვენ რა შეგვადგია ზოგადად ეს თვითონ მოთხოვნაზე ბეტონზე რომლის მიხედვითაცაა და ეგ არა ანუ დაახლოებით ანუ ამიდან უნდა დაიწყოს თან სიტყვაზე 16-დან იწყება და აი ნორმალური არის თუ არ ვცდები მე მგონი ესეთი ისა აქ რა maximum deviation of range limit ხო ეგეთი ისა რა ანუ 2-3 სანტიმეტრი უნდა იყოს ისა რა რა მაქსიმუმი სხვაობა ეს და სტანდარტის შესაბამისი ეგა ხონდა რა ვიცი ამას რო ამობეჭდავთ ამის ფურცელზე თამახის ფურცელზე მე მგონი ნორმალურად გამოჩნდება და ფაილს ჩავდოთ და გამოვაკრათ იქ რა სადმე კაი ადგილას. და ამას გადავა PDF და მე ცოტა ხანში Excel-ში გადავიყვან და ქართულად გადავტოვებ ან რა ვიცი იყოს ინგლისურად და რა ისეთი გაურკვეველი სლამპია და flow-ა განშლადობა და შენ იყოს რაიდოქში ეს. კაი გამოგიგზავნე მასაც და ჩავაგდოთ.